ირა. მოდი. მოდი ნახე ჯანდაცვის ministrია. შენი ministri ტელევიზორში მოდი რაღაცას ლაპარაკობს საავადმყოფოებზე და რაღაცებზე. არ გაინტერესებს? მადლობა დათო. მადლობა. აი შენი ministri როცა ილაპარაკებს, შენი ministri კობა სუბელიანი. მაშინ მე დაგიძახებ ხოლმე ტელევიზორთან. ბუზუ. შენ რომ ოპერანს ჩაიცვალ? რას ნიშნავს როგორც ჩავიცვალ? მარიკუნა ხო მაცვია ბეღურა აი? ხო, ირაკლი, მაგრამ ეს საშინაო ოპერანგია და მაგით ხო არ წამოხვალ არა? საშინაო სად მივდივა? სად ვიდივართ მარიკა? არიცი რა. დღეს შავლონას დაბადების დღეა. მოხალხე ყობა სუბელიანი რომ გამოჩნდება დამიძახე და მოვა ბუზუ არაფერში ბედი არა მაგრა თან დღეს არც დაღამდება მალე რაშუაშია მარიკა და მაინდა-მაინც დღეს არის ყველაზე გრძელი დღე გეშინია ირა მეშინია არა ის მეშინია კი არა არცალია გუჯამ დარეკა ხო გუჯამ დარეკა სოფლიდან გიგზავნი პროდუქტებსო მარიკუნა ასე მითხრა და შენ დახვდიო თანო ისეთ პროდუქტებს გიგზავნიო შენ თუ არ დახვდები და უცებ არ შეინახავო მარიკუნა გაფუჭდება ყველაფერიო გუჯამ დარეკა სოფლიდან პროდუქტებს გიგზავნი კარგი შენ არი ნერვიო მე დავრეკავ და მეტყურა ხლონტებთან დატოვოს ეს გონტები ხო ყველაფერში ხელს მიშლია მარიკა ხო აი ირაკლი დამარხა კეფაში მარიკუნა დავსი დაჯნე უკანკაცე რა ბიარ მოვიდეს ვაიმე მარიკუნა ხო იცი ამ ბოლო დროს ეს წნევები მაქვსო ხო იცი არა თან ეს ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა მაქვს როგორია ვერტებრო-ბაზილარული ხო და არ მინდა მარიკუნა დალევა ეხა ვერ დავლი რა პრობლემაა ირაკლი არ დალიო რა იქ წამოვიდა და არ დავლიო მარიკა რას ლაპარაკობ როგორ არ დავლიო თან შალონას ის დაქალებია ის თავის დაქალებია არა ირაკლი ასე თქვა არავინ არ იქნება მარტო ჩვენ ვიქნებითო აჰა ესე იგი ერთ-ერთზე უნდა ვებრძოლო შალონას კარგი ირაკლი რა ხო იცი ხარო ტყულა ლაპარაკობთ მაინც უნდა წავიდეთ არათუ არა ეწყინება დედას კიდე იცი რა ქენი აი დედამ რო პერანგი გაჭუქა ის ჩაიცვი და გავხარსება ვერ ჩავიცვალ მაგ პერანგს იმიტომ რომ მიჭარს კარგი რა მარიკა რას უკეთებია ხო ის რო წავიდა რა შენ საჩუქარია უჩი საჩუქარი მე უკვე ნაყიდი მაქვს და დედას უყარს მინდვრის ყვავილები ხო იცით და თქვენ ის უყიდეთ დათო ჭინჭარი თო მინდვრის ყვავილები მარიკა მიდი შენ მაინც დარეკე ყოველ შემთხვევაში ზუსტად ვიცოდით რომ ეს საჭირო არის არა რა საჭიროა დარეკვა არა მარიკუნა არ არის საჭირო ავდგეთ და ასე ცოტა გვიან მივიდეთ ასე ღამის 2 საათს კარგი ირაკლი რა ღამის 2 საათზე ხო ეძინებათ არა ეძინებათ ხო და არ მივიდეთ მარიკა ხო არ გავაღვიძეთ ხო არ შევაწუხებთ ოჯახს ირა კარგი რა ირაკლი კარგი რა
ამ ხელა პროფესორი კაცი ხარ. ეს უსუსური მიზეზების მოგონება რა. დავიდე დავლოთ ვიქეიფოთ მოვიდეთ რა მოხდა ხა. წარმოიდგინე ახლა ლიანას დაბადების დღე იყოს და იქ მიდიოდე. დედა გილოცავ დაბადების დღეს. მრავალ დაესწარი. კი, დედა, როგორ არა მოვდივართ. აი, დათოც გილოცავს და ირაკლიც. სახლში აბა, ეხლავე დედა დაუძახებ. ირაკლი. დედა გეძახის. ამსალია მარიკუნა. აბას დანაში უნდა შევიდე. ირაკლი. დათოსაც არში უნდა შევიდე. კონტრეის დისკი დამჭერე. მარიკა, გაიგონე შენ ციცახის ვიღაცა გარეთ აივანზე გავალ, აბა. ვერტუბაზე. ირუშ. სისანა გეძახის, სისანა მიდი. ჩემი ფეხით მივდივარ ეშაფოთზე. უიმე! ვისი დაბადების დღეა დღე? ლაშა! აიმე, მოდი ეს ავარძელი გადამაწევინე რა. მე ამას ხო ვერაფერში ვერ გამოიყენებ. ლაშა, პოლიცადე. ლაშა, მოდი რა, ისა. ლაშა, მოდი რა, ამას შენი ძალა ჭირდება, მე ვერ ვხსნი და მომეხმარე, ლაშა. სადაც ახლა ამ ლოქოს ამის ძალა. მოდი რა, მოდი, მე დაგიჭერეს. მე მადლობა თამრი. დაგესვარე, მოდი აჰა გაიწმინდი ამაზე ხო ეს. მოდები აღარ. ლაშა, აიღე შენი პერანგები და შეიტანე ოთახში. ჯერ ლოქო რა არის და მე რა ყრულოქო. აბა. თამრი. მიდით ახლა დაიბანეთ, აბა ხელები დაიბანეთ. დაიბანეთ მიდით ხელები. ჩახოხბილი მზად არის. ეს კარგად გაიგონა. ესე იგი მთელი დღე მოვუნდი რა სახლს. აბა ნახეთ, აბა მარილი ხომარაკლია, აბა გასინჯეთ. ძალიან გიბრიელია. ჰა? აბა? აჰა. მე მგონი ამას მარილი აქვს ყველაზე კარგად. თავრი მიდი რა იგონებს ხოლმე რა რაღაცას რა. კეთილანი. დარწმუნებული ხარ რომ დაასრულე ამის გაკეთება? მე მგონი არც დაუწყია. რა მოგივიდათ, ეხლა რაც თავი მახსოვს, სამ სახლში სადილებს მე ვაკეთებ და როდის მე მიწუნებ. შენ ჯობია პური არ მიატანო, თორე ვერასოდეს ვერ გახდები. მე ხლა ვერ მოვალ. ამას ჯობია პური შევჭამო და ჩახოხბილი არ მივატანო. რანაირი გემო აქვს რა. ლაშა, მიდი აბა ერთი ნახე, ქათამი ცოცხალი ხო არ არის. კეთებ. ეს სადილი თამარს თუ გამოადგება, ვახოს რო გადაასხას ფანჯრიდან. რა არის ხო ეხლა? აი მე მანახეთ ერთი რა არის რა ესე იგი, ისეც გავაკეთებ, არ მოწონთ, ესეც გავაკეთებ, არ მოწონთ. რა არის ეხლა ერთი გამასინჯეთ, ერთი ცოტა გადაიღე, ცოტა. ბევრი მინდა. გავსინჯო ერთი რა გავაკეთე.
დამოკიდებული თუ არ ვარ, ადრე თქვენთან გააკეთე. მე რიტყვია, ესე იგი საჭმლის გაკეთება თუ არ იცი ვერ გათხოვდებიო რა. თამარ, ესე იგი შერო გეზარება ასეთი რაღაცეების სწავლა. რომ გააკეთო, იმიტომ ვერ არ თხოვდები, ხო? აბა რა. ჩემო თამრიკო. მე მგონი ამ ყურობაში დარჩით მშივრები. კეთევან ჩავალ მე რაღაც საქმეები მაქვს ახლა გამახსენდა და ის ლაშა მეც რაღაც საქმე გამახსენდა რომ მქონდა კეთო ჩავა. ხარ შენ წავიდე. მალე ამოვა. რა თქმა უნდა, გაიკრიფეთ ახლა სახლში რა გაქვთ საქმე. სარგილიც მზად არის, ბახშამიც მზად არის, ყველაფერი მზად არის. კეთევანი აკეთებს ყველაფერს, ეს კიდე ვინ არის აქ რა? მაცავე წუთის რა ამბავი აქ რა. მოვდივარ. ვაი, მარიკაში მოდი გენაცვალეს, ვინ მოვიდა ჩემთან სტუმრად. მოდი, მარიკა დაჯექიაბა. არა, ქეთევან, მეჩქარებად ეს დედას დაბადების დღეა და იქ მივდივარ სტუმრად. ვაი, მე ცისანადეიდას დაბადების დღეა, რომ მიხოთ ჩემგან მიულოცეხოთ. გეხვეწები ბოდიში მოუხადე ჩემგან რა, რამდენი ხანია მაგის ტარტალეთკის ფორმები მაქვს წამოღებული და არც კი დამიბრუნებია. არა, უშავს ქეთევან, რაღა ემახსოვრება 3 წლის წინ ვის რა ათხოვა. არა, ახსოვს ქეთევან, შენთან ერთი თხოვება მაქვს. გუჯამ სოფლიდან რაღაცები გამოგვიგზავნა. გუჯა. ხო და მეგობარს გამოატანა და მანამ ჩვენ არ ვიქნებით შენთან იყოს, ხო? რა პრობლემა, მარიკა, რა პრობლემა? და რამე ისეთი თუ იქნება, მაცივარში შეინახე რომ არ გაფუჭდეს, კარგი? მაცივარში? ხო. ხო, კარგი, ჩავთავ მაცივარს. წავედი მე და საღამოს შემოვიდე. მადლობა. კარგად, მარიკა, კარგად, არაფერს. ой, მადლობა, სალომე. იცით მე ახალი ამბავი მაქვს. რა ამბავი, სალომე? რა და დღეს სანდრომ დამირეკა. ვაიმე, რაო მერე? არაფერი, ნომერი შემეშალაო. მაგრამ მერე ვისაუბრეთ ცოტა. ისაუბრეთ? ეგ ძალიან კარგია, უკვე კარგია. ეს უკვე რაღაცას ნიშნავს, სალომე. გამარჯობა თანანო. ვაიმე, ზურაბიძია, როგორ მძანდებით? რამდენი ხანი არ მინახი ხარ? მოფთიკა, ой, გაიცენთ, ეს არის თიკა, ჩვენი მეგობარი. ეს ისი ვინ არის თიკა? ეს არის ჩვენი სანდრას მამა. რა? ხო, ზურაბიძია. სესიამანა, რასინებთ? წავა, ოღონდ უშაქროთ. ეხლავე მოგართმევთ ზურაბიძია. სალომე. ეს ვინ არის სანდრას მამა? ურა მაგარია და დიდი სანდრა. არა, თიკა რა დიდი სანდრა, ეს რა ჩვენი კაცია. ეს მერია შევთი განყოფილებით უფროსია. გეხვეწები მიდი რა, კაი ყავა გავუკეთ. უშაქრო, ხო გახსოვს? ეხლავე მოგართმევი ზურაბიძია. ანანო დახმარება მჭირდება შენგან. ვაი, ჩემ გადაცემაში გნებავთ რამე? არა. აუ, ის ზურაბიძია უყურებთ ჩემ გადაცემას. არა. მითხარით, როდის იქნება აუცილებლად? რა ვიცი, იქნება. ანანო, სანდრო უკვე პატარა აღარა. არა. ცოლი უნდა მოვაყარე. აი, მე და უნდა დამეხმარო. კი, ზურაბიძია, რა გეხმარებით? მე რა. ამდენი ხანია ვახვეწები, მაგრამ თქვენი დახმარება მჭირდება. კი. გამარჯობა. აი ყავა. ზურაბიძია. მადლობთ. აი, სალომე. სასიამოვნო. ვაიმე, სალომე არის სანდრას მეგობარი. ისეთი კარგი მეგობარი. ვახვეწები, ცოლი მოიყვანე მეთქი და ადგა და კუ მოიყვანა. სამავი ვიცით კი. ზურაბიძია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაგ საქმეში დაგეხმარათ. ეჭვი არ მეპარება, თქვენიც შეგიძლიათ. მე როგორც იცით, ძალზე დაგავებული, როგორც ჩანს. სანდროსთვის ისე ვერ ვიცლი, როგორც საჭიროა. ამიტომაც მჭირდება თქვენი დახმარება. გაიარო, სამოდენო ქალაქია.
უამრავი მოგვები აბა მარტო ბარია ამხელა გაიაროს ამაში გამოიჩიოს ვინმე გამოიჩიოს ამხელა ბარში არაფერი არ აინტერესებს კომპიუტერი ტელევიზორი ახლა კიდევ ეს კუ იქნებ ცოლმოუშო ბატონო ზურავ თვითონ სანდრო რას ფიქრობს ამაზე რას ამბობს არაფერს როცა ვეუბნები მიყურებს და იცის საშეს სხვანაირად ყოფილა ჩვენთან პირიქითა სანდრო ლაპარაკობს და ჩვენ ვიცით დიდი იუმორი აქვს ვიცით როგორი იუმორი აი ეს ნამცხვარი რამდენიმე გასინჯეს ეს შოკოლადის ძალიან კარგი მაგრამ რამდენი დრო არ მაქვს უნდა მალე დაგტოვოთ კარგი გოგოა აი მე ეს არაჩვეულებრივი გოგოა აი ეს ყველაფერი თვითონ გამოაცხავე ხაჭაპურსაც აცხავს პიცას აი მე როგორ რეცხავს ბოლოს რას ვამბობდი ბოლოს ამბობდით ამხელა ბარში ვინმე გოგოსო როგორ ვერ ნახავს როგორ ბატონო ზურაბ იცით რა მაინტერესებს სანდრო საერთოდ ოდესმე თუ ყოფილა შეყვარებული იქნებ გამოგვადგეს ეს მე და ანანოს იყო ერთხელ შეყვარებული იყო აბაში რომ ქერაქალია ის უყვარდა აბაში ეხა გამოგვადგება ეს ქალი რომ უყვარდა ვიცით მაგრამ არ გამოგვადგება ის ქალი ესე ამბობენ რომ ის ვერც აცხობს ვერც რეცხავს თქვენი იმედი მაქვს ჩვენი ამერჩიეთ ისეთი ვინც აცხობს რეცხავს და პიცას აკეთებს მე უფრო სალომეს იმედი მექნებოდა სალომეს იმედი მაქვს ნახონდის კარგად ეკანი ნახვამდის ზურაბიცია ნახვამდის ბატონო ზურაბ ნახვამდის მამა მობძანდით ცისანა გამარჯობა შალონა გამარჯობა გილოცავ ეს თქვენია გამოდი აი ეს შევგან და შეიძლება გითხარი ირაკლი ეს რა მოგაფიქრა ნიჭიერო ხო სვა მოიფიქრა კი სვა ბატონო ლაუ ბატონო რა ვიცი ამბობს კარგად ვარო მამა ზახარიჩა ო ბატონო აბა რა ირაკლი გოგო გინდა და გოგო იქნება რა დავსხეთ გაცივდა ხაჭაპური დავსხეთ ისა ზახარიჩ მე ამ ბოლო დროს რაღაც ვერ ვარ კარგად დღესაც არა ვარ კარგად და მარიკუნა მალე გავიდეთ ხო დღეს ძალიან ხო რა ისე მომიჭირდა რას ამბობ იცი რა ღვინომა ნუგდა შენთვის ხო იცი ბევრი არ შეიძლება მარიკა წამოდი დედი მომწმარე აბა ირაკლი გისმენთ არა ზახარიჩ აბა ხო კარგი ხო მოს ეხავე აბატონო ნიებეთ ესე იგი მშვიდობა იყოს ჯანმრთელობა ბედნიერება გახარება ხვავი ბარაკა ვინ დღეს უდღეგზელებელი დაგვჭა ყველას გაუმარჯოს მეწავედ რა სირცხული ახლა მამი და ჩემი სადაც არ უნდა დავალებინო ხო კაი ხო დავლიოთ მოდი მისხია არა ესე უცბად არ გამოვდეს მამი და ჩემი სადაც უნდა დავლიოთ განსხვავებული არა ზახარიჩ აბა ეხა მოვიტან მე მაცადე აი ზახარიჩ ვინც ეს განსხვავებული მოიფიქრა რა ირაკლი მე რაღაც სხვანაირი მახსოვ ხარ შენ ქართული ტრადიციები სტუმრის პატივის ცემა ზახარიჩ აი ამ სტუმრის პატივის ცემა მე დამაკარგინა ოთახი მოიცა დიდია ეგ არა ძალიან დიდია
იგივეა ეგ. იქ ნახე გვერდზე რამე. ესა? აო. აი მიდი გვერდზე. რა? მიდი აი კარგია. კარგია? მოიტანე. რა? მოიტანო სახარიში. კარგი რა ირაკლი რა. ასე როგორ შეგაშია ჩემო თანამშრომლები? რა იყო ის ახალ გეტყვის ახარიში მეში. ჩემთან იყო მოსვლები სანაძლეო დავდეთ და ვერ დავატრობდა. არა. რა? არ არის საჭირო. არ არის თელმა ქალაქმა იცის უკვე. მე არ ვიცი ბიძია. მე მოგიყვები ზახარიც ჩემ ვერსიაში. ჩემ ვერსია მოგიყვები მე, ხო? მოყვა. ძალიან კარგი. შალონა არ წახვიდე ასად ჩარჩარავი. ესე იგი ელექტროთი თქვენ ყურადღებას მოგითხოვ. ცისანა შალონა გაგიმარჯოს ჯანმრთელობას გისურვებ ბედნიერებას დიდი მადლობა. ირაკლი რა გჭირს? სად არის შენი ნაკელი სადღეგრძელოები? მას არ აღჭირს გამაგებინა. დამდადი მამინდა. კარგი რა ირა, სიცხვილე არა ბოლო და ბოლო. საიხარა. მიდი რა თქვი რა. ირაკლი, არა წყენინო ახლა დედიკოს. ერთ კუნძულზე შენ გაიხო. ერთი დედოფალი ცხოვრობდა. ხო და კონტინენტი არ ქონდა ნანახი ამ დედოფალს. და ერთ დღეს ატყდა გინდა თუ არაო წამიყვანეთო და კონტინენტი მანახეთო ამისა რა ქვია დაფაცურდა მთელი სამეფო ვინც არ დაფაცურდა თავი მოკვეთეს. ხო და რაც ქონდათ მოიტანეს ეს ნავები, აფრები, ჰამაკები ზახარიჩ და არ ეყოთ მასალა არ ეყოთ. ხო და ბოლოს მთელ ქვეყანაში ესე იგი ვისაც კი ხის ღობე ქონდა დაუშალეს ყველაფერი ეს ხის ღობე. ღობე? ხო, ხის. სუდაშალეს, სუდა როგორც იქნა. მომისმენ შალო რა. როგორც იქნა, ესე იგი შეგროვდა ეს მასალა და ააგეს გემი. ააშენეს ეს გემი როგორც იქნა. ირაკლი, ჩემი სადღეგრძელოა თუ მაგელანის? შენი აცადეკას. ჰიუმორ. ხო და ესე იგი ეს გემი რო მზად იყო უკვე რო აშენდა სახელი ხო უნდოდა გემს სახარიჩი ხო სახელი ხო უნდა ერქვია და ასე ცხვირთან ასე დაწერეს დედოფალ აჰა ითხარი შენზეა თქო სადღეგრძელო მოკლედ ზათარიო დედოფალო ჩაჯდა დედოფალში დედოფალი გემს ხო დედოფალი ქვია გაცურა მოგივიდა ზახარიჩი ჩაჯდა დედოფალი დედოფალში ხო და გაცურა რაღაცა ჰაერი არ ყოფნის და მე დავამთავრებ რა. არა და რა საინტერესო იყო? მიცურავს ეს გემი მიცურავს ხო და მიადგა იქიდან აფრის მივიდა კონტინენტზე და ეხლა ამ კონტინენტის იმის რა ქვია სახელმწიფო რო იყო ამ კონტინენტზე იმის დედოფალის შემოეგება კოლეგა დედოფალი შემოეგება ეხლა ძალიან გულზე არ ეხატებოდა ზახარიჩი იმ დედოფალს ეს დედოფალი რომელიც დედოფალით ჩავიდა იმ კონტინენტზე მაგრამ მაინც ესე იგი ჩაისვა ეტლში მოატარა მთელი სამეფო ხან ისანახა ხან ესანახა გაუღიმა ხან მარაოად ხოვა ხო და მოკლედ აი ასე რა ხო და მოკლედ ასე მოატარა ყველაფერი და დადგა ხა წასვლის დრო დედოფალის მიაცილა დედოფალმა დედოფალი დედოფალთან ხო და რომ უნდა წასულიყო ეს დედოფალი ეუბნება იმ დედოფალს რომ საპასუხო ვიზიტით ხო არ მეწევიო საპასუხო ვიზიტით მოიცა რომელი დედოფალი და ჩასული ჩამოსულ არა ჩამოსვლელი ეუბნება ხო არ მეწევიო საპასუხო ვიზიტითო ხო და იმან უთხრა რას ლაპარაკობო სად გეწევიო აგძლივს გაგიძელიო აგძლივს გაგიძელი აბა წადიო კარგად იყავიო ხო და კარგად იყავი ჩემო შალბობნა ჯანმრთელობას გისურვებ ბედნიერებას და კარგად ყოფნას გაგახარებს ღმერთი ცისანა გაგიმარჯო ნუგზარ ბოლომდე არ დალიო გული ნუგზარ გული ვაიმე ვერ ვარ კარგად რაღაც არა ვარ კარგად წავიდეთ რა ირაკლი გვაქვს წამლები ეხლა ვეწვეთით მოგიტან გული ხო გული აბა მეტი რა შალოვნი გული კარგი ირაკლი ეხლა დაგემართა რა ვიცი მარიკუნა ხანაკედალ მიჭერს ხან აქ მიყავს აქ მიჩერდება არ ვიცი მარიკუნა ცუდად ვარ დათო წავედით რა კარგი რა ირაკლი რა ეს ბარკალი მაინც მაჭამე რა დათო ოღონდ ახლა წამოდი და რაც კი ქალაქში ბარკლებია ბრაზილიური ინდური ბანგლადეშის ყველაფერს გიყიდი შეგიწვა ეხლა მაცადეთ მე მაქვს ერთი სადღეგრძელო ძალიან გთხოვთ ეხლა განსხვავებული უნდა დავლიო ჩამომის ხერთი ახლა აი ეს
უი, აი მაგას ვეძებდი ზუსტად. რა გული აქვს ვენაცვალე? არა, ხშირად უნდა მოვიდე თქვენთან. აი, ხო ამბობს თუდა 12. შალონა. აუ, ეს თაიგული ხო დიდია? კი? ხო, კარგი თაიგულია, დიდი თაიგული. ხო, შეავსო სახლი, ხო? სახლი ხო შეავსო, სახლი ხო შეავსო. კი, ხო და ჩემი ადგილი აქ აღარ არის. კარგი რა ირაკლი რა, კარგი რა გააგრძელე ხატალებდები რა მომშალუჭო. ერთ გუბერნატორს. ესე იგი, ანანა გავიგეთ, რომ გენეტიკის ბრალი არ ყოფილა სანდრა რო ესეთია. არა, ხო გეუბნებოდი არა. აუ ისე მოდი რა მართლა დავეხმაროთ რა მამამის და მოვაყვანოთ სანდროს სოლი. მოდი რა ხალხო რა, კარგით რა. ჯერ რაღაცა ვჭამოთ და მერე ვიფიქროთ სანდროს სოლის მოყვანაზე. აჰა, აი ეხლა მე გიყურებ და მივხვდი, რომ აი შენ რო სულ ქშია, ეს არის გენეტიკური. არ და მეც ქშია, იცი. ой, მე მოეცლა, აუ თამარ, გუთხარი რა თიკას, იცი რა მაგას სენდვიჩებს აკეთებენ აქ. კიდე მოგიტანა. არა. თამარ, სენდვიჩი ხო იცი რომელია? არა, აბა, რომელი? შენს ახალგაზრდობაში ბუტერბროდს რომ ეძახდით ეგ. გამარჯობა. ვა, სანდრო, მოდი დაჯექი. უი, სანდრო. აი ამათ. ნახე როგორ შეხედან. ძალიან სერიოზული საქმე აქვს შენთან. რამე უნდა ვითამაშოთ? აუ, შეხედე. არა, სანდრო, რა უნდა ვითამაშოთ? მართლა უსერიოზული საქმე აქვს შენთან. აი ამ საქმის გაკეთება უნდა თამარ მთელი ცხოვრება, მაგრამ ვერ ახერხებს. იმე მეზარებოდა ახლა რას გიზამდი? სანდრო, მომისმინე? ჩვენ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ შენ უკვე დიდი ხარ და უკვე დროა, რომ ცოლის მოყვანაზე იფიქრო. მაგაზე ბევრი მაქვს ნაფიქრი. მე სანდრო. დამეზარა. ეგრე არ გამოვა სანდრო რა, ეგრე არ გამოვა. შენ უნდა მოიყვანო ცოლი და მე თუ რამეა გაუშვებ რა, ეგ არ არის რთული. ლაშიკო, რებსაც სწავლი ბავშვს. სანდრო, შენ ამას არ მოусმინო? არ მოსმინო, ჩვენ მოგვისმინე. ხო, რასაც. ეხა მომისმინე სანდრო, ეხა მე გიგები როგორ. შენ მე რო აქ ვზივარ, ესე იგი რაღაცას წარმოვადგენ და შენ იყავი ჩუმად. მე მგონი წამო. სანდრო, მომისმინეთ, სოლი არის აუცილებელი. ერთად იცხოვრებთ, ერთად გაინაწილებთ ჭირს, ლხინს, დაეხმარებით რაღაც სიძნელეების გადალახვაში. მიხვდი? ვერ. აუ, სანდრო, რას ვერ მიხდი? კაი. რას ვერ მიხვდი? ამას გეუბნები მე თამარ ღლონტი. როგორ ვერ შენ რა ხარ ჯენ? კაი, გოში. აუ, სანდრო, გიხოცე, მოიყვანე რა ძოლი, რა გიხოცე, მოიყვანე. ვინ მოვიყვანე? მაგას რა უნდა სანდრო? აი გაიხედე, გამოიხედე. იქით არა სანდრო, აქეთ გაიხედე. აქეთ. არა, აი, ლაშა, შე გამოსტილი კაცი ხარ, ხო? კარგი, როგორ უნდა მოვიყვანო? კაი, მივედე ვიღაცასთან ცოლობად ხოვე. იქ უარი რომ მითხრას, იქნება არ უნდა რომ ცოლად გამოვიყვანო. უნდა სანდრო, უნდა. არა ერთი, თქვენ რო ჭკუას მარიგებთ, რომელმა შექმენით ოჯახი? ხო, ჩვენ. ლაშა მიმდენჯერ შექმნა ყოველას გვეყოფა. სანდრო, აი კიდევ კაი მავიწყდებოდა და კიდევ კაი გამახსენდა. რაღაცამ გამახსენა. ცოლს რომ მოიყვან, არ უნდა ყავდეს და. მით უმეტეს პატარა და. ის პატარა და იქნება თუ წამოგიხტა ეს. არა, რატო? მართალია, ისე ცოლი თუ მოვიყვანე, არც მე მინდა ესეთი და რომ მოყვებოდეს. ჰა? რა გინდათ? აზროვნებს ბიჭი. მოდით გოგოებო. ეს შემოდით. ვაიმე მე და ლაშამ ვისადილეთ უკვე. და
ეხლა თქვენც მოშებულები იქნებით. ქეთვისამ გააკეთა არაჩვეულებრივი ჩახოხბილი. ხო, და გაგიმასპინძლდებით. მთელი დილა მოუნდა. წამოდი ანანო, წამოდი მომეხმარე, მიდი პური დაჭერი. მიდი. თამარ იყოს, მე დღეს არ მუშაობდი და სუნი რო შემოვიდა, მაგიტო ჩავედი დილიდან სამსახურში. რა არის? რა სიმძიმეა? ნახე ჩურჩხელები, წიწილა, ახალი ტყემალი. შეჩერდით. აი, ქეთუშა. აი, რა დამყავს. ესე იგი, რო არ მომეწონა ჩახოხბილი, აი, რა დამახვედრა. ვაიმე, დედმამიშვილობა. ნახე რა ხაჭაპურია რა, ნახე. აი, მეძახის მოდი და შემჭამეო და რა ვქნა. მიდი მე ლაშიკო შეჭამე. ლაშიკო კაია. მე რა ხამარი დაგიძახებს, მოდი ცოტა შემხსენიო. ვაიმე, რა ლობიოა. ვაიმე, ნახე რა ლობიოა. ლაშა. ისეთი კარგი ლობიოა. დღეიდან მარტო ლოქოს დაგიძახებ. თამარ. წაიღე ეს კალა და შიგნით არაფერი არ არის, თორე კალაცაც შეჭამს. ვა, ეს რა არის? რა არის? მაჩვენე. წერილი? მაჩვენე. ირაკლი და მარიკა. რომელმა გამოიტანა ეს კალათი? იდოდან. გიგზავნით ჩვენი სოფლის ქათამს, ყველს, ხაჭაპურს, ლობიოს, მჟავეს, ჩურჩხელებს, მურაბებს. თქვენი გუჯა. ვაიმე. აი. ვაიმე, რა ვქნათ ეხ? ადვოკატს ხარ დაურეკო. ისე კიდევ კარგი ეს წერილი, მანამ არ ვნახე სანამ მამას არ შევჭამ. რა გადარჩა. მოდი შემოდი. მოდი რა დაგემართა. რა არის ირაკლი რა? მისულები არ უყავთ რომ უკან წამოვედით რა დაგემართა რა. აი მე რა ვქნა მარიკუნა რა ვქნა რა ჩემი ბრალია ან წნევა ალბათ ან ის არის გადაღლილობის ბრალია ან ცუდი აურა რა ვიცი მარიკუნა თან მე პატარა ბიჭი ხო აღარ ვარ ახლა ხანის შემაწუხებს მოგეშინიათ უკეთ ვარ ცოტა მიდი დათო შენ მოიტანე წნევის აპარატი ფონენდოსკოპი და სიცხის საზომი არა დათო არ არის საჭირო ამდენი რამის მოტანას მე თვითონ გამოვალ ღლონტებთან აი ვერ ვიცინი აი სულად ვარ კარგი რა ირაკლია წადი ეხა შენ დაისვენი არ შეიძლება შეთვის ამდე ეხა ესე ყოფნა კარგი მე შევალ ახლა ოთახში მიდი ყურადღებით ვიქნები ხო თუ რამეა შენ დამიძახე მოგეცინია კი მიდი მართლა დაგემართა ირაკლი რა ეხა ირა ცოტა ხანი ჩემი გაძლება მოგიწევს რაც და უნდა მოგხედო მე შენ მე გეყოლება გოგო გაიზრდება და ის მოგივლის ბუზუ მიდი შენს დაისვი მიდი და ხო დავისვენე მიდი წამოწევი და თუ რამე დაგჭირდა დამძახი ორი წუთში არაფერი უკეთ ვარ არაფერი დამჭირდება კი დათო კი ნოა ვარაპლანტია შეგინაცვალე არა ეს წამლად ერთი ჭიქა და წამლად ეს უნდა დავმალო გაგიმარჯოს შალოლა გაგიმარჯოს
კარგად იყავი, ისე რა მაგრა გაგაცურე, ჰა? ვა არ კოპერფილდი, ჰა? ხო არ კოპერფილდი. შენ კი არა, დათომაც კი დაიჯერა. არა, მაგარი ვარ შალონა რა, უნდა აღიარო რა. გაგიმარჯოს. ძალიან მაგარი ვარ და გაგაცურეთ ყველა, ძალიან მაგარი ვარ. ვაიმე, თავურდამე ხო სუდათო. დათო მოდი. მოდი დათო. დადე ჭიქა თავისად გულას. მე რას მეჩვდი, ჰა? გამისკდა გული. კარგი, ნუყვირი ხარ რა. ნუყვირი ხარ კი არა. და ხო იცი დათო, რა მოგივიდა რა. რა იცი ხოლმე ეს? მე რა შოჩი ვარ მე. მე მიდერმიულე. აი, დახეჭდა ამას მე ესე არ დავტყვი. ხო იცი, რას ისა? ვიცი რასაც ვიწოვდი. რას ისა, რა, ზეგა, გახვალდი და იტყვირო ისორაო? ირაკლი იტყვებოდაო? მე ვიტყვირო ბოდავს ეს ბიჭი მეთქი და ვის დაუჯერებენ? ნაკლებად ცნობილ მხატვარს თუ ამხელა პროფესორ თავარეკებს. რას ისა? შენ ნახავ ისაც დაუჯერებ. აგენ ნახავ თუ მე არ დამიჯერო. მე შეგაგაყოფ ფილდა როვი. აი. შემოყედე რა შალმოვდა. გაგიმარჯოს, კარგად იყავი შალმოვდა. მრავალს დაესწარი. იცოცხლე, დიდი მადლობა. ამის მესწრაფლები აიმე რა მოგივიდა ირაკლი? მიშო, და ჩამოყდა და გამხელში აიმე არ ირაკლი რა ჩუდი ფერი გქ ძალიან ჩუდად ხარ ხო? მოდი პერანგი გავხადო. მოდი, აიმე გავხადოთ პერანგი გავუშე. იცოდე რა მოუვიდა რა? გავხადოთ რომ ორგანიზმა ისუნთქოს. გაიხადე ირაკლი. გაიხადე. აი ესე. მომეც ხელი. არა, უკეთო არ სისანას სახს რაც უფრო შორდებოდი, მით უფრო უკეთ ხდებოდი. ხო და მე თუ ასე ვიარე, საბოლოოდ კარგად ალბათ სადღაც იგუეთთან გავხდები. ირაკლი, ეთქობა რამე, ჭამე და იმან მოგწამლა. ხო რა ჭამე, რა დალია, ვინ ყავდათ, რამდენი იყვნენ, რა ეცოთ, აბა გაიხსე. თამარჩიკ, ის თქვი. რა, ჭორები, რამინი მხბორო დაკარგა, იცი? არა, თამარ, არა, აი ის თქვი რა, მე რომ მიყვარს. მომიშალეთ ნერვები, რა შემოვდიოდი საერთოდ და რომ გადიხარ ხოლმე. რაჩა, მოდი ნახე რა გვინო გამიგზავნეს იქიდან. მოდი. მაგათ თავი და მოვაჯას, მოდი. აი, მალე მოვალ, მაშინ გამოიგება სუნთქა. მაგის უსაც შეიძლება. სუნთქა. ირაკლი, წამოდი დალი ხა არაფერი ისე. ხო, დაარეგულირებს, ხო, წამო. დადი მან. სახლში რომ არავინ არ დამხვდით, გული გამისკდა, მეთქი რამე ხომ არ მოხდა. იცი ირაკლი იყო ისე ცუდად დათო შემოვარ და მოდით მოგვეშველეთო. ირაკლი იყო ცუდად. ვაიმე ირაკლი რა გჭირს? ხომ არ მოიწამი ირაკლი რა ჭამე რა დალია, ვინ იყო რა ჭამეს ადალიეს რა ეცოთ, რა თქვეს, რა მოყვეს არ? დათო სად არის, დათო? დათომ ტელეფონი აიღო და თავის ოთახში შევიდა. ტელეფონი აიღო თავის ოთახში. ანანო, გენაცვალე. შედი მიდი უთხარი რომ ირაკლი აღიარებს თავის შეცდომას და დიალოგზე მოდის თქო, მიდი. კარგი რა, სად მიდიხარ? ხუმრობს ახლა, ხუმრობს. ნუ მარტო. კეთება. მოდი, რაღაცა ვინო დავაჭაშნიკო დაბა. ირაკლი, გაგიმარჯოს. გამოჯამრთელება, ბედნიერება, სიყვარული, გამრავლება, გახარება. მარიკა გაგიმარჯოს. ირაკლი, თვითონ კარგად ხარ. კარგად ვარ, მარიკა, კარგად. დარეკა დათომ და შეყარა, ყველა ცუდად არის ირაკლიო და მოვიდეთ ახლა და მე მნახულობენ, აგერ ჩემქვინო სვავენ, მივლიან, მარიკა, ნახე მივლიან. კარგი, დამშვიდი, ნუ ნერვიულობ არ შეიძლება. ქეთევან, აქ ხარ ხო? აკი, ქეთევან, სოფლიდან გუჯამ რა გამოგზავნა რაღაცები, შენთან არის ხო? ვაი. ეხლავე გავალ და შემოგიტან. ეხლავე მოვა. ქეთუ. გამოყვები მე და მოგეხმარები. წამოდი. ვაი, ისედადი. არინები. არ იყო საჭირო შალომნა, როგორ შეწუხდი. რატომ მოხდი? დათომ დამირეკა, ისე ცუდად არის და გამოვარდი დანიშნე. დათომ დაგირე. ხო.
არისო მაინც საჭირო, არა, არის. რატო შეწუხდი შალონა? არ უნდა შეწუხებულიყავი, რა ვიცი. უკეთესად ვარ, გაცილებით, კარგად ვარ უკვე. უკეთესად ვარ. კი, კარგად გავხდი. ხო. ძალიან კარგი. მარიკა. ეხლა მე რო უკვირდები მამიდან. ხო. სანამ შემოხვიდოდი, თუნდაც ხო იყო. ხო. აი შენ რომ მოხვიდი, კარგად ხო გახდა. ერთი სათხოვარი მექნება შენთან. ლოგიკურიც არის. რამოდენიმე ხანი დარჩი ჩვენთან. მარიკასაც მოვლი. შესიზა. მართალია მეც ვიფიქრე მაგაზე. მოგხედავთ ორივეს. ვაიმე. მარიკა, მართლაც უდათ ვარ. კარგი. მოდი იცი რა გამშვიხელია ესე დედა შენ მიხედე ირაკლის მე იქით საქმე მაქვს და მოვა აი მარიკა აი ეს დამიტოვა იმ კაცმა აი ნახე რა ყურადღებიანი ბიჭია გუჯა აი წერილიც ჩაუდია ნახე ირაკლი და მარიკა როგორ ხართ როგორ არის დათო სულ მოუთმელად ველოდებით პატარა ჩხეიძეს შენ არ ინერვიულო ირაკლი ნამდვილ ბაშკაცებს პირველი გოგო ყავთ გიგზავნით ჩახოხბილს თქვენი გუჯა რაკაცი არანაშა გუჯა ჩახოხბილი გამოგვიძავდა იქ და რა ჩვენ ეხა ჩახოხბილი გვაქვს მამიდა დაბზანდით მე ხა მიდა ერთი საკმაოდ ესეთი კარგი ინფორმაცია გადმოგცემთ და საციხარულო ჩემს მამიდას დღეს აქვს დაბადების დღე მე მიდა დღეს შენ იყო ლაშა სამადა ამსუბად დღეს რა ვიქეიბოთ ჩვენ ვიქეიბოთ ეხლა ჩახოხბილში აბა მიდი აბა ანანო, თიკა, ნახე ხა, დასეთყვის. ნახე, უყურე, ნახე. ეთყვის ხა, hasta la vista baby. ნახე. არა, ტერმინატორი, კლასიკა რა. შემოდი ბიკი და სანდრო. რა მოხდა სანდრო? სანდრო. მოდი დაჭი. გადაწყვეტილება მივიღე. წოტილება. ცოლი მომყავს. რა, ცოლი? რა, მე თან თქვენ ყველანი ძალიან კარგად იცნობთ. მართლა? ბარში გავიწყდა. მაია! ირა, მაია, აი იმის ფიზიკოსი რო იყო ზევით. ასტროფიზიკოსი, მაია, ასტროფიზიკოსი. Hasta la vista, baby.